მოგესალმებით, პატიცემულო ტელემაყურებლებო, მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელებს. დღეს შაბათია და ცოტა უჩვეულო გარემოში ვიწყებთ ჩვენ გადაცემას. რამდენიმე წუთი ჩვენმა ხელმძღვანელობამ დაგვიმატა, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო გადაცემა, ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან ბატონ დავით გურგენიძესთან. ჩემი გადაცემის მიზანი იყო მოგვესმინა რექტორის ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ და ასევე გამეტარებინა მთავარი ხაზი. ეს არის სკოლა, უნივერსიტეტი, მეცნიერება დავაკავშიროთ ერთმანეთს, რომელიც დღემდე ვერ შეძლო საქართველოს განათლების სისტემამ და ასევე შევეხე მე ჩემ ინტერვიუში პროფორიენტაცია სკოლებში და უნდა დაუთმოთ მეტი ყურადღება და ამაზე ცალკე იქნება გადაცემა. მოდით ვუყუროთ ძალიან საინტერესო გადაცემას და შემდეგ კიდევ ერთი წუთი, რამდენიმე წუთი რაც დაგვრჩება, გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. დავიწყოთ. მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, მივესალმებით ჩვენ რადიო მსმენელებს. დღეს ჩვენ უჩვეულო დღე გვაქვს. ჩვენი მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან არ წავიყვან მე გადაცემას, ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. ჩვენ დღეს ვიმყოფებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით გურგენიძე, პროფესორი, აკადემიკოსი და ბატონ დავითთან შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც გვესაუბრება ძალიან საინტერესო საკითხებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეა 2022 წელს, ანუ მიმდინარე წელს და ასევე მიმდინარე ღონისძიებებზე, წარსულზე, ამ უნივერსიტეტის ისტორიაზე თუ აწმყოზე. მოგესალმებით ბატონო დავით. დიდი მადლობა ამ გულთბილი დახვედრისა და მიღებისათვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბრძანდებით ძალიან სახელოვანი და მე ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის უნივერსიტეტია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. თანაც თქვენი რექტორობა დაემთხვა ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და ასევე თქვენი რექტორობა დაემთხვა სამწუხაროდ თქვენ აგირჩიეს თუ არა რექტორად დაიწყო ეს ავადმსახსენებელი COVID პანდემია და ძალიან რთულ პირობებში გიხდებათ ამ საპატიო მოვალეობის შესრულება. მაგრამ მე მინდა ჩვენი ტელემაყურებლებისა და რადიო მსმენელებისა და ჩემი გადაცემის ერთგული მაყურებლებისათვის კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაცულია კონსტიტუციური მოთხოვნები ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლების, სწავლების, სწავლისა და კვლევის ერთიანობის, თანასწორობის, ხელმისაწვდომობის და განათლების ხარისხის, ასევე გამჭვირვალობის პრინციპები. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ცდილობენ, რომ იმუშაონ სტუდენტებთან ობიექტურად, არა მარტო ბაკალავრებთან, მაგისტრებთან და დოქტორანტებთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გააჩნია ძალიან საინტერესო და საკმაოდ მდიდარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. თქვენ ბატონ დავით, თქვენ და თქვენი თანამშრომლები შეჩვეული ხართ და ამ ასე ვთქვათ მდიდარ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და აუცილებლად უნდა ნახოს ეს ჩვენმა მოსწავლე ახალგაზრდობამ და საერთოდ ახალგაზრდობამ და საზოგადოებამ, მშობელთა კოლექტივებმა. უფრო მეტი ალბათ თითოეული ლაბორატორიის, კაბინეტ ლაბორატორიის, კვლევითი ინსტიტუტის, საკვლევო ცენტრების ალბათ გადაღება და ცალ-ცალკე ჩვენებაა საჭირო. როგორც ვიცით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობენ მსოფლიო მნიშვნელობის როგორც ეროვნულ სარბიელზე, ასევე საერთაშორისო სარბიელზე ცნობილი მეცნიერები, პროფესორ მასწავლებლები და აი მე მინდა
სანამ თქვენ გადმოგცემდეთ ბატონ დავით სიტყვას, მე მინდა წავიკითხო უფრო სწორად უთხრა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებსა და რადიო მსმენელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 14 ფაკულტეტი, რომელიც ახორციელებს 172 საგანმანათლებლო პროგრამას, აქედან 153 აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს 3 ენაზე, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. დღეს მდგომარეობით უნივერსიტეტში 12 ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა და 12 რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. ასევე 19 ავტორიზებული საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. დღევანდელი მონაცემებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს 331 მემორანდუმი, როგორც ადგილობრივ 123 ადგილობრივი, ისე მსოფლიო 42 ქვეყნის წამყვან ინსტიტუტებთან არის მემორანდუმები გაფორმებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაშია 15 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 128 სამეცნიერო ცენტრი. აქედან 109 ტექნიკური მიმართულების სამეცნიერო ცენტრია, 18 ჰუმანიტარული მიმართულების, ხოლო 11 ბიოტექნოლოგიური და ბიოსამედიცინო მიმართულების. ესე იგი ზღაპარია, თავი გეგონება ზღაპარში, როცა შეხვალთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ძალიან კარგად არის ყველაფერი, ძალიან დიდარი ბიბლიოთეკაა და 800.000 პერიოდული გამოცემა, 53.000 ელექტრონული ვერსია და 5.364 საბიბლიოთეკო ერთეული. და აი ჩვენ გვინდა ტელეკომპანია ობიექტის რომ ცალკე მიუძღვნათ ერთი გადაცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას. ასევე რეიტინგებში არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში მეორე ადგილზე, ევროპაში 32,000 უნივერსიტეტი 1757 ადგილზეა. მსოფლიოში Web of Science საქართველოში მეორე ადგილი და წამყვანი ადგილი უჭირავს ბირთვული ფიზიკის და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. ასევე გამორჩეულია ეს თელმა ქვეყანამ იცის, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა, სახალხო თეატრ სტუდია მოდინახე, ჯაზ ორკესტრი, ქართული ცეკვის ანსამბლი მერანი წარმატებით მონაწილეობენ საუნივერსიტეტო, საქალაქო თუ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში, საერთაშორისო ფესტივალებსა თუ კონკურსებში და ასევე ძალიან შთამბეჭდავია ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების სპორტული მიღწევები. ცალკე გავაკეთოთ გადაცემა, მაგრამ ეხლა მე რამდენიმე მათგანს დავასახელებ. ეს არის ფრენბურთში, რომელს მეორე ადგილი აიღეს, ქუჩის კალათბურთი პირველი ადგილი, შვიდკაცა რაგბი პირველი ადგილი, ძიუდო 5 ოქრო 5 მოთამაშე, სამბო 4 ოქრო 4 მოთამაშე, ქართული ჭიდაობა 3 ოქრო 3 მოთამაშე, ბოულინგი პირველი ადგილი, ჯომარდობა მეორე ადგილი, ჭადრაკი მეორე ადგილი, ბილიარდი მეორე ადგილი, ქვიშის ფეხბურთი მეორე ადგილი, კალათბურთი მესამე საპრიზო ადგილი, ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი ძიუდოში 2002 წელს ბიზნეს ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ილია სულამანიძე ზაგრების გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი ძიუდოში 2022 წელი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატში მესამე ადგილოსანი, 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში პირველ ადგილოსანი, ზაზა ნადირაძე ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ორგზის პრიზიორი, მსოფლიო თასის პრიზიორი და ასე შემდეგ. აი ბატონ დავით ვთხოვ, რომ აი ეს თქვენი მოწინავე სპორტსმენი სტუდენტები ერთ დღეს გამოგვიგზავნეთ იქ სტუდიაში ბატონო დავით. აი ასეთი შთამბეჭდავი მონაცემები აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. ბატონ დავით, აი რა ხდება, რას გვეტყვით იმ საკითხებზე, რაც მე ვთქვი, აი თქვენი რექტორობის დაწყება, ანუ თქვენ 2 წელი და უკვე თუ არ ვცდები 10 თვე ხართ ხომ რექტორი და ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩაატარეთ
და მუშაობდი ძალიან ენერგიულად მთელი დატვირთვით და სხვადასხვა მონაცემები მე წავიკითხე ყურადღებით არაერთხელ და როცა თქვენ მობრძანდებოდით რექტორად, მაშინაც გავეცანი მე თქვენ ასე ვთქვათ და სხვა კანდიდატების სამოქმედო გეგმას. აი მე ხელთ მაქვს ეს სამოქმედო გეგმა და შეფასებას ბოლოს ვიტყვი, მაგრამ რომ ასე ვთქვათ ჩამოვთვალე ეს საკითხები, პრაქტიკულად 2 წელი და 10 თვე გადავნებთ თვალყურს და არაერთი ღონისძიების მონაწილე ვარ მე თვითონ და თითქმის უმეტესობა არის შესრულებული და კიდე გაქვთ თქვენ დრო ვადის ამოწურვამდე. დიახ, გისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ხალხმა, მიესალმებით ტელემაყურებელს, რადიოსმენელებს. მინდა გითხრათ, რომ მთელი წელიწადი არის საუბრობილი წელიწადი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისათვის და ჩვენი ქვეყნისაც საამაყო ინსტიტუციისთვის, უნივერსიტეტის რომაც ქვეყანა აშენებულად ზარის ჩვენ დიდი ერისკაცების მიერ დააზრები, აგერ არის დიდი ნიკოლაძე, ივანე ჯავახიშვილი, მუსხელიშვილი, ზემათი. მონაწილეობა იყო და მათი დაფუძნებით არის ეს უნივერსიტეტი დაფუძნებული და დღეს უკვე ახლა 30,000-იანი კოლექტივი ფაქტორია სტუდენტების და მასწავლებლების შრომობდა ეჯიტად მუშაობს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანას აღუზრდოს ღირსეული კადრები. კადრები არა მარტო საინჟინრო კადრები, ასევე ჰუმანიტარულ სოციალურ მეცნიერებებში და წელიწადში ჩვენ ჰუმანიტარული ფაკულტეტები არსებობს და ჩვენ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებმა ასე ვთქვა სოციალურ მეცნიერებებში ძალიან მიღწევას მივიდნენ ახლოს, ეხლაც კი ფილოსოფიის დღეზე ჩვენ პროფესორები, დოქტორანტები, მაგისტრანტები სწავლობის მიწვევით იმყოფებიან პოლონეთში ფილოსოფიის დღეზე და მათი თავიანთი მოხსენებები წარადგინეს, ასე რომ ჩვენ გვიხარია მათი წარმატებები და ამით ცხოვრობთ და ამით ხარობს რა თქმა უნდა ჩვენი პროფესორა. საინჟინრო ტექნოლოგიურ დარგში რა თქმა უნდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის და ფიქრობ რომ იქნება მოწინავე, რამეთვis ტექნოლოგიები რაც ქვეყანაში ინერგებოდა და ინერგება არის ამ უნივერსიტეტში. ჩვენ ძირითადი ჩვენი მოვალეობა არის კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. ჩემს მოხსენებებში ხშირად არის ხოლმე ნათქვამი, რომ ფაკულტეტების მუშაობა ერთმანეთთან უნდა იყოს კოლაბორაციაში გადაჯაჭვი. ჩვენ ამას ნელ-ნელა ვახცევთ და მივახციეთ და ეს ყველაფერი ხდება ასევე საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად, რამეთვე ეს ინსტიტუტები მათ შემადგენლობაში იყვნენ და დღესაც ჩვენ ერთად საქმიანობთ, ერთად გადაწყვეტილებებს ვღებულობთ და ძალიან გვეხმარება სწავლებაში. რამეთვე კვლევები, რომელიც ინსტიტუტებში ხორციელდება, ამ კვლევებზე ხდება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების შედგენა, ამაში მონაწილეობენ რა თქმა უნდა დამსაქმებლები, თქვენ თუ თვალყურს ადევნეთ ჩვენ ძალიან მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ფაქტობრივად ყველა დიდ დამსაქმებელთან, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ასე ბიზნესთან და მათთან ერთად ხდება პროგრამების შედგენა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამა ცოცხალი ორგანიზმი. თან მით უმეტეს დღეს ყველაფერი სწრაფად იცვლება მსოფლიოში, ამ სამყაროში უკვე ტექნოლოგიების, ნანოტექნოლოგიების დროში ვცხოვრობთ ჩვენ. და ამიტომ საჭიროა სწრაფად დავსაქმებლებთან ერთად პროგრამების ცვლილება, მოდიფიცირება. ბატონ დავით, იცით მე შესავალში უნდა მეთქვა ის და ახლა ვიტყვი რომ პირადად მე შევისწავლე, მოგეხსენებათ თქვენ ჩართული ვიყავი, ასე ვთქვათ, ამ COVID პანდემიის დროს ირღვეოდა სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების უფლებები და მე გარდა ჩემი ძირითადი საქმიანობისა, ასევე ვარ საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე და საქართველოს ყველა წერტილიდან მე მირეკავდნენ მშობლები, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მასწავლებლები და აღმზრდელები და რაღაც. ერთადერთი უნივერსიტეტი შეიძლება ითქვას, იყო თქვენი უნივერსიტეტი, საიდანაც ჩემთან არ შემოსულა ზარი, არც საჩივარი და მე კონკრეტულად შევისწავლე, შეიქმნა ასევე მოძრაობა დიდი, მოგეხსენებათ თქვენ, ორგანიზაცია და დამევალა, რომ შემესწავლა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და კონკრეტულად უნივერსიტეტებში, როგორ არღვევდნენ პატივცემული რექტორები სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებებს. ასევე ვნახე მთელი რიგი სარეკლამო კამპანიები იყო გამართული.
არაფერი ამდაგვარი თქვენ უნივერსიტეტში არ იყო გაკეთებული და არც ერთი სტუდენტის და პროფესორ მასწავლებლების უფლება არ დარღვეულა და დიდი მადლობა მინდა მე ახლა საჯაროდ გითხრათ და მივესალმებით ჩვენ ასეთ რექტორებს, რომლებიც არ არღვევთ კონსტიტუციას და არ არღვევთ ადამიანის უფლებებს. ეს რომ არ მეთქვა, არაფრით არ შეიძლებოდა. ახლა ძალიან მაინტერესებს, მე კი ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აი, როგორ დაგეგმეთ მთელი წელი ასეთი გრანდიოზული, ასე ვთქვათ, ღონისძიებები, იქ მიღებები, სამთავრობო პირველი პირების მიღებები, უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციები თუ შეიძლება ამ დღეებთან დაკავშირებით. თქვენს პირველ სიტყვაზე მოგახსენებთ, რომ მე რა თქმა უნდა ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, მაგრამ მე მონაწილეობას ვღებულობ რექტორებთან შეხვედრებში, გარდა მეგობრობისა ვარ კოლეგიალური ურთიერთობები და მე არ მახსოვს ისეთი მდგომარეობა ყოფილიყოს, რომ ვინმეს რამე კონსტიტუციური უფლება დაერღვეს. ამაზე ახლა ნუ ვიკამათეთ, მე ჩემი თქვენი აზრი გაქვთ, ასევე განათლების არა, კი, ირღვეოდა, მაგრამ თქვენთან არ დარღვეულა. მაგრამ მე სხვაზე მე მქონდა ყოველთვის კონტაქტები უნივერსიტეტის რექტორებთან და ჩვენ ყველანი ერთად ისინი თქვენ არ გეუბნებოდნენ ბატონ დავით, კარგით, გავაგრძელოთ. მით უმეტეს ახლა როდესაც განათლების მინისტრისგან, აი თქვენ მე როგორც ვიცი და ჩვენ ერთმანეთს ვიცნობ მრავალი წელიწადია, 30 წელიწადია დამოუკიდებელ საქართველოს რაც არსებობს, თქვენ განათლების სისტემაში ხართ ჩართული. კი. და თქვენ მე მიხარია თქვენთან არა მარტო მართველობაში თქვენ როცა იყავით ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მე ვიყავ მაშინ კომისიის თავმჯდომარე, ამიტომ ერთი ხელისუფლების წევრები ვიყავით. გასაგებია, მაგრამ მე მიხარია რომ თქვენ ამას გული და ყურით გულისხმიერად ემსახურებთ. ეს იქნება ასე ვთქვათ, სამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებიდან მნიშვნელობა არ აქვს ადამიანს, როცა დარგი უყვართ ემსახურებას მისასალმებელი. არა, აქვე ვიტყვი ბატონო დავით, რომ სამინისტრო სხვათა შორის იცავდა სტუდენტების და პროფესორ მასწავლებლების ძალიან კარგი. მაგრამ ცალკეული ცალკეული რექტორებზე ნუ ალბათ შეიძლება საერთოდ რექტორი არაფერს არა, სამინისტრო ნამდვილად იცავდა. რა თქმა უნდა, ბატონ მიხეილ შხენკელის პერიოდი და საერთოდ ხელისუფლების პერიოდი. იმიტომ არა რომ მე რექტორი ვარ, მოდით გავიაროთ 30 დამოუკიდებლობის 30 წელი. ასეთი მდგრადი განათლების სისტემა არ ყოფილა. ასეთი მდგრადი ეს რაც ბოლო 10 წელიწადია და მით უმეტეს ეხლა რაც ბატონი ჩხეკელია მინისტრი. რატო არის ეს მდგრადი? განათლების სისტემა არის ყველაზე ფაქიზი სისტემა. განათლება იმ წუთში შედეგს ვერ ხედავს. მაგრამ მოდით გავადრო და ნახავთ რომ აი ამ პერიოდში აღზრდილი ბავშვები, აი უკვე ჩვენი სტუდენტები. მე ეხლა აი როგორ გითხრათ? კარგი, ამაზე არ დავთ ეხლა. არა, დავაზე არაფერი შუაში არ არის. მე ვხედავ ჩვენი COVID პანდემიის დროს სამინისტრო იცავდა გასაგებია, რა თქმა უნდა იცავდა, რა ჩვენ ცალკეული რექტორები არ ღვევდნენ. მოდით სიტყვას რექტორებს რო ვიტყვით, რატო? არა, დავიწყოთ თქვენ მოგვიწევთ როგორ დაგეგმეთ 100 წლის არაფერი ჩვეულებრივად ჩვენ მასშტაბური ღონისძიებები. მე მოვალეობა შევდექი 16 თებერვალს 26-ში უკვე საქართველოში პირველი COVID ინფიცირებული იყო, ურთულესი პერიოდი იყო. სოფლიო ბატონი ჩხეკელი და ჩვენი მთავრობის მუშაობა შეაფასა COVID პანდემიაში სანიმუშოთ ეს თელმა სოფლიოს საგანმანათლებლო სივრცე აღიარა. ჩვენ დღე-დაღამე გადავერთეთ ელექტრონულ სწავლებაზე. შემდეგ უკვე Zoom-ზე, ჩვენ პლატფორმებზე, e-learning-ზე. მე მინდა გითხრათ, აქ უკვე თვითმმართველობა, სტუდენტები და პროფესორები ერთად იყო შეგრული და იმ პერიოდში როცა ქუჩაში გამოსვლა სხვადასხვა დროს არ შეიძლება და ჩვენ აი კანონის სრული დაცვით ერთად მუშაობდით მიგვეწოდებია სალექციო კურსები ახალგაზრდობისათვის, არ ჩაგვეგდოს სწავლა და მე მესმის და ეს ახლა ამის თქმა უკვე შეიძლება, რა თქმა უნდა, სად ფიზიკური ურთიერთობა სტუდენტსა და პედაგოგს შორის და სად ონლაინ ურთიერთობა. სხვა გამოსავალი პლანეტას არ ქონდა და მოხდა ის რაც მოხდა და ჩვენ გამოვით ამ მდგომარეობიდან გამარჯვებულები. რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისი განიცადა უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები. გარდაიცვალნენ, ბევრი ნათესავები გარდაიცვალნენ. ეს იყო ურთულესი პერიოდი და დრო, მაგრამ ეს გავიარეთ და დღეს მივდივართ წინ წარმატებისკენ. როგორ დავგეგმეთ? დავგეგმეთ ერთად, მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით და ბატონი მიხეილ ჩხეკელის ხელმძღვანელობით ყველამ ერთად ეს დავგეგმეთ. მათ გადაწყვიტეს მე-6 კორპუსის სრული რეაბილიტაცია, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არასდროს არც ერთი უნივერსიტეტი მეწუნეთ ხავთო მანავს სოფლიოში თვითქმარი არ არის. არც ხარვარდი, არც ოქსფორდი, არც კოლუმბიის უნივერსიტეტი. შეუძლებელია უნივერსიტეტის არსიდან გამომდინარე ის იყოს თვითქმარი. რატო? უნივერსიტეტში არის ადამიანები, მეცნიერები, მკვლევარები, პროფესურა და ახალგაზრდები.
სიცოცხლის ახალგაზრდა, რომელმაც ერთმა თავისი ცოდნა ტრანსფერი უნდა გააცეს ახალგაზრდას. გარდა ამისა, მეცნიერი რა არის? პერპეტომობილოს თუ მეცნიერი არ ფიქრობს, მეცნიერი არ არის. მეცნიერს ყველაფერზე კვლევა ჭირდება. კვლევას ყველაფერს ფული ჭირდება. ამიტომ შეუძლებელია, რომ უნივერსიტეტს იყოს თვითქმარი და მან თავისი არჩინოს, რომ იყოს ძალიან მდიდარი. მაგრამ ამას ყველაფერს დაგეგმა უნდა, ამისაც არსებობს კანცლერი, არსებობს რექტორი, არსებობს საბჭოები, ამიტომ შეიძლება ის დაგვარა ჩვენ ამას გეგმა. აი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე უნდა გკითხოთ, მე ვისაუბრე შესავალ სიტყვაში, რომ ძალიან დიდარი და გამორჩეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაქვთ, გამორჩეული მე ვგულისხმობ სხვა უნივერსიტეტებს. და კი, აი რა შემატეთ თქვენ? აი თუ გინდ ეს სივრცე არის შესანიშნავად გარემონტებული, კიდევ რა შენდება, რა არის დაგეგმილი? მარტო ადმინისტრაციული არ გავამაზებულა, ჩვენ შევზეიდა პირველი სასწავლო კორპუსი, ისტორიული სასწავლო კორპუსი ფაქტობრივად გავარემონტე და ძალიან ცოტა დარჩა და ის უკვე ძალიან იმზიდველი და ასე ვთქვათ ისტორიულ ფუნქციას ასრულებს თავისას. ასევე მერვე კორპუსი იკეთება, მეექვსე კორპუსი სახელმწიფო და მთავრობა ბატონი შენგელის წარდგინებით უკვე სრულ რეაბილიტაციას გამოაცხადა, უკვე ტენდერი გამოცხადებული და უკვე გამარჯვებულიც არის საპროექტო ნაწილზე და ალბათ დავიწყეთ ჩვენ უკვე გაისიდან მუშაობას. ეს ძალიან დიდი საქმეა, იმიტომ ეს კორპუსი ასე ვთქვათ ქალაქის ცენტრშია და აქეთ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ის კორპუსი რაღაც 70-იან წლებში აშენებული და არ შეესაბამება დღევანდელ თბილისსა და დღევანდელ მოთხოვნას და ჩვენს უნივერსიტეტს. თქვენ დაიბრუნეთ ასევე საცურაო აუზი, რომელიც ნაციონალების დროს იქნა წაღებული კანონსაწინააღმდეგოდ. აუზი დაბრუნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, განათლების მინისტრის და ქალაქის მერის პირადი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობის საფუძველზე დაბრუნდეს და ბატონი კახიკალაძის გადაწყვეტილებით ეს აუზი დაუბრუნდა სტუდენტებს, ახალგაზრდობას, უნივერსიტეტს დაუბრუნდა. ამაზე მთლიანი მთავრობა იყო ჩართული, ეს ურთულესი ეს ყველაფერი იურიდიულად ისეა ხოლმე მოწყობილი და ისეა გაფორმებული, რომ ამის შემდგომ უკან დაბრუნება ძალიან რთულია და სხვადასხვა მე ვიცი რომ თქვენი რექტორობის პერიოდში ორ დიპლომიანი პროგრამებმა გაიარა აკრედიტაცია და დაფუძნდა ეს პროგრამები და ამისათვის კიდევ დიდი მადლობა. მე ეს უშუალოდ ვარ მოწმე ბატონმა ერთ-ერთმა დეკანმა ყველაფერი გაკეთებული იყო მანენაო, მაგრამ ადგილიდან მაინც არის ძრო და საქმეო და რომ არა ბატონი დავითის ასე ვთქვათ მცდელობა და ასე ვთქვათ ამაში ყველა მცდელობა, მე გიგაც მცდელობა, ჩემი წინამორბოდის მაგრამ საბოლოოდ თქვენი რექტორობის დროს გაკეთდა ასეთი რამ. ასევე თქვენ სამოქმედო პროგრამაში გეწერათ, რომ აი ადაპტირებულ გარემოს შექმნიდით და ეს გარემო შექმნილია. ასევე მოიმატა აკრედიტებული ლაბორატორიების რიცხვმა, ხომ? ეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და სწავლის ხარისხზე თუ დაამატებდით რაიმეს? არა, ამაზე დასამატებელი ძალიან ბევრია, ეს ყოველდღურად კვლევაზე ესწავლა და სწავლება დაფუძნებული. ეხლა რაც მინდა გითხრათ, რაც მთავარია ჩვენთვის აკრედიტებული პროგრამები აბეტ-აკრედიტებას გავდივართ, აი ჩვენ აბეტი რა არის, მე მინდა ჩვენ საზოგადოებას უთხრა, რომ ეს არის ამერიკის ტექნოლოგიებს და საინჟინრო დარგებში აკრედიტაციის სააგენტო. მის მიერ აკრედიტებული პროგრამა აღიარებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა აღიარება ჩვენ უნივერსიტეტის ყველა პროგრამას აქვს და ჩვენ სწავლობთ გვაღიარებენ ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ ბავშვი, რომელიც ამ პროგრამაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს ან სხვა ქვეყანაში აბეტ-აკრედიტებულ პროგრამაზე, მინიმუმ 50,000 და 100,000 დოლარამდე იხდიან ისინი ყოველწლიურ გადასახადს. წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება იქნება, როდესაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ პროგრამაზე 2250 ლარად ახალგაზრდა თუ თავის მშობლიურ ქართულ ენაზე ან ინგლისურ ენაზე მიიღებს განათლებას და მისი დიპლომი გათანაბრებული იქნება მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტის დიპლომთან, რომელიც აქვს აბეტ-აკრედიტაცია. ეს არის ურთულესი პერიოდი ამ მუშაობისა, რომელსაც დღეს მიმდინარეობს და ხვალიდან კიდევ ერთხელ ჩართვები გვექნება ექსპერტებთან. რადგან თუ ისინი უკვე იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ეს მუშაობა მიმდინარეობს. აქ თეთრი შურით შემიძლია თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე მიიღო ეს აკრედიტაცია რამოდენიმე პროგრამაზე და ჩვენ ალბათ უკვე მომავალ წლიდან გვექნება რამოდენიმე პროგრამაზე მიღებული აკრედიტაცია. გარდა ამისა, ჩვენ შევქმნით სამედიცინო ფაკულტეტი. ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობდი და მინდა გითხრათ. თქვენ დროს შეიქმნა ასევე მთის ფაკულტეტი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა მთის გრადი განვითარების ფაკულტეტი. მე მგონი ინგლისშია მხოლოდ ესეთი ინგლისშია, ასევე არის შოტლანდიაში, შოტლანდია, ინგლისი რა თქმა უნდა, ასევე არის შვეიცარიაში, მე შვეიცარიის ელჩი შევხვდი და ძალიან ენერგიული კაცია ფაკულტეტის დეკანის დეკანი არა ყავს ჯერ ფაკულტეტს რა თქმა უნდა, ჩავაღალვის პროცესია. ხელმძღვანელი ბატონო ხოძრევანიძე და უკვე ბატონ კარლო კოპალიანთან ერთად მთიან მაღალი მთის რეგიონებში ირაკლი ტრიპოლსკი და თელიეს გუნდი მაღალი მთიან მთის სააგენტო ერთად აწარმოებენ ახალგაზრდა აბიტურიენტთა შეხვედრებს და ეს უკვე დაფინანსებულია თან ეს პრიორიტეტულ პროგრამებში ჩასული და აბიტურიენტებს აცნობენ ამ ჩვენ ლაბორატორიულ ბაზებს სახელმწიფო ასევე გამოყო ახლა ფული და მე პირველ კორპუსში რემონტდება მთის ფაკულტეტის ესე იგი ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე სადღაც უკვე სექტემბრამდე ეს ფაკულტეტი დაფუძნდება. ერთგულ ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელებს რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ესე იგი მთის ფაკულტეტი მიღება ჯერ არ არის ხო გამოცხადებული? როგორ არა გამოცხადებულია? გამოცხადებულია ესე იგი მიღება. წელს ჰქონდათ მიღება რა? რა თქმა უნდა 100 ბავშვი მივიდა. ასე რომ საქართველოს უმეტესობა არის მაღალმთიანი ზონა ან მთის ზონა და ისე ბარის მაცხოვრებლებსაც ხო შეუძლია. რა თქმა უნდა ყველა შეუძლია. ასე რომ თქვენთვის კარები ღიაა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ, რა თქმა უნდა. აი სამედიცინო ფაკულტეტი ინგლისურენოვანი გაიხსნა? ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამედიცინო ფაკულტეტი, რამე თუ ჩვენი უნივერსიტეტი ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული და რა მინდა გითხრათ და რა მინდა მოვახსენოთ ჩვენს მოგზაურობას. საერთოდ დიდი მოთხოვნაა დღეს ჩვენი დაფუძნებელი მამები უნივერსიტეტის ნატრულობდნენ და ეძებდნენ პედაგოგებს ჩამოსაყვანად თავის დროზე ასლის. დღეს ის პერიოდი, როცა ჩვენთან სტუდენტები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს უკვე 800 სტუდენტი, 823 სტუდენტი სწავლობს უცხოელი სტუდენტი უცხოურ პროგრამებს. ჩვენ დიდი მოთხოვნაა სამედიცინოსთან დაკავშირებით აკრედიტებულ პროგრამაზე ჩამოვაყალიბეთ სამედიცინო ფაკულტეტი. პროგრამა ინგლისურენოვანი პროგრამა გადის უკვე აკრედიტაციაზე და ჩვენ უკვე შევიტანთ მას აკრედიტაციაზე. მომავალ წელს გექნებათ? ალბათ უკვე მომავალი წლიდან გვექნება, ახლა აკრედიტაციას გაივლის ეს პროგრამა. უკვე შეგიძლიათ მედიცინის მიმართულებით, მე თქვენ შეგიძლიათ შემდგომ გადაიღოთ დაათვალიეროთ უკვე ფაქტობრივად დამთავრებულია სარემონტო სამუშაოები, დამთავრებულია ლაბორატორიები, შეგიძლიათ ეს გადაიღოთ და მაყურებელს აჩვენოთ და რატო წავედით ამაზე. დიახ. მოდით იცით ამის საშუალება ჩვენ ერთი წუთი. ხალხმა თქვენ დაფინანსებასთან დაკავშირებით მიბმულია ეს საკითხები ერთმანეთს და აი დაფინანსება არის ძალიან მტკივნეული საკითხი, იმიტომ რომ ყველაფრის ფასები იმატებს ბატონ დავით და 2250 ლარი უკვე არის ლამის 20 წელია. და ეს არის არასაკმარისი და აქ იჩაგრება პროფესორ მასწავლებელი სტუდენტი და რაღაც და მე მოუწოდებ ხელისუფლებას რომ ეს თანხა უნდა გაიზარდოს, უნდა გაიზარდოს. ცოტა ხა ისე და ვიცით რომ ახალი მოდელია დაფინანსების შეუშალება. მუშაობა მიდის მოდელზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ხა თქვენ მძანეთ ხა, მოდი ცოტა ვიკამათოთ. თქვენ მძანეთ რომ იჩაგრება პროფესორი, იჩაგრება სტუდენტი. ეს ერთად არ გამოვა. როგორ სტუდენტი როგორ იჩაგრება, სტუდენტი იაფსიხდი და პროფესორი ხელფას ვერ იღებს. არა, ხარისხიან გადათლებას ვერ მიღებს. როგორ გეკადა? ხარისხიან 2250. მოდით ეხლა ნუ შევალთ კამათში. შევიდეთ. იმიტომ ჩვენ ყავს პროფესურა, რომელიც ხელფას არ იღებდა ქალდოვან 90-იან წლებში, შიოდა და ლექციას ატარებდა. ძალიან დაბალი ხელფასებია უკვე. ის არა, მე ვიძახ 90-იან წლებში მე უდიდეს პატივს ვცემად და ყველაფერს ვაკეთებ რომ შევინარჩუნოთ და ღრმად დიდი პატივი ვცემად, რამე თუ ისინი იყო დრო, როდესაც ამ ქვეყანას აღუზარდეს პროფესიონალები ერთ-ერთსაც ვერ იღებდნენ. მე ვისაუბრია მაგალითად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, ასევე სხვა რექტორებთან და წლების წინ ისინი ამბობდნენ რომ მაგალითად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი რომ მოამზადო მედიცინის სპეციალობა მხედველობაში, მას წლების წინ 10000 ლარი ჭირდებოდა. გასაგებია საინჟინრო დარგში ხდის 2250. გასაგებია საინჟინრო დარგში წესია და შეიძლება უფრო მეტი დარგი. აგრარული მიმართულება. რა თქმა უნდა და ამიტომაც არის უნივერსიტეტი, მას ის ავტონომია, იმიტომაც აქვს აკადემია. არა, თქვენ წინააღმდეგი ხართ რომ თანხა მოემატოს? წინააღმდეგი როგორ შეიძლება ვიყო, მაგრამ ამას ხომ სახელმწიფოსაც შევხედო, ამის საშუალება არის თუ არა დღეს ქვეყანაში რომ
არის ყველას უმატებენ და ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ დაჩაგრული? ბავშვებს ექნებათ, ოჯახებს ექნებათ მის გადასაშვალება. იცით რა, მაგაზე გაგცემთ პასუხს. ბაკალავრიატი იქნებ გათავისუფლდე საერთოდ გადასახადისგან და სახელმწიფო უნივერსიტეტებს მიეცეთ საბაზო დაფინანსება. ამაზე პროგრამაში არის ბატონი ჩხიგელი მუშაობს ამაზე. არის ამაზე მუშაობა თქვენ. ესე ერთი ხელისმოსვით ამის გადაწყვეტა შეუძლებელი, ამიტომ მე ჩემს საზზე ვიტყვი ჩვენ უნივერსიტეტში აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარე ვარ ბატონო მოგეკალტორ მოგეხსენება და ჩვენ გადაწყვეტილ. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ არ დაველოდოთ ჩვენ სახელმწიფო მოგცა აემხელა უნივერსიტეტი, ეს სახელმწიფო უნივერსიტეტია, მოგცა საშუალება პროფესორობის, მოგცა რექტორობის, ინგლისურენოვან პროგრამასთან. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ინგლისურენოვანი პროგრამების შექმნა, ამიტომ შევქმნით, იმიტომ ამის საშუალება გვაქვს. ჩვენ ერთ-ერთ ესე ვთქვათ, კერძო წარმატებულ უნივერსიტეტთან, ევროპის უნივერსიტეტთან ერთ-ერთ, რომელიც წარმატებული უნივერსიტეტია. ამ პროგრამას განვახორციელებთ. ევროპის უნივერსიტეტი მოგვე შეიზღიდა ჯოენის კლინიკა, რომელიც არის IP, არამომგენიებიანი იურიდიული პირი. და ეს ჯოენის კლინიკა ძალიან კარგად იყო აწყობილი. აწყობილი როგორ იყო მოდი მე. ძალიან მაღალი დონის ავადმყოფელი. მრავალპროფილური ის არ იყო თქვენ ბოლომდე არის თქვენ მიბრძანდით ეს. როგორ არა? არ იყო. დედაჩემის გამოსულ ვიყო. არა, მრავალპროფილური არის. მრავალპროფილური არის. ამიტომ ახლა ევროპის უნივერსიტეტისა და ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტით სამედიცინო ფაკულტეტის ხელმძღვანელი არის ქვეყანაში ცნობილი ექიმი, არა მარტო ექიმი, ასევე სამედიცინო მენეჯერი და ბატონი ზაზა სოფრომაძე, ის არის ხელმძღვანელი და ამ ჯოენის დირექტორიც. ამ შემთხვევაში, რომ ეს პროგრამა და ეს სტუდენტები იყვნენ. მაშინ მულოცავთ, არ ვიცოდი ნამდვილად ბატონ ზაზას დირექტორობას. მოსალაცია თუ არა არ ვიცი, იმდან დაკავებულია და უკვე ჩვენც ვეღარ ვნახულობთ, იმიტომ რომ ეს არის ურთულესი საქმე ხელმძღვანელობა ფაკულტეტისა და ამ სამავთყოფოსიტანის ფაკულტეტის შექმნის პერიოდში. მედიცინის ფაკულტეტის ხელმძღვანელია? ხელმძღვანელი და ასევე დირექტორია, რომ ეს ერთად ეს იყოს კოლაბორაციაში. ეხლა რაც შეეხება ამას, რატო? უცხოელი სტუდენტები იხდიან $5,000 არის რიგ შემთხვევებში, ჩვენთანაც ახლა უცხოელ პროგრამებზე უფრო მეტია გადასახადი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ ეს რაც შეიძლება გავზარდოთ, იმიტომ ამის შესაძლებლობა პროფესორად ჩვენ გვყავს და გავზარდოთ შემოსავალი. ამ შემოსავლებით ვაწარმოოთ კვლევები და მივხედოთ უნივერსიტეტს, მანამდე სანამდე კიდე რაღაც სხვა შემოსავლები გაიზრდება. ისევ დაფინანსებასთან დაკავშირებით გითხავთ ბატონ დავით. უმაღლეს სასწავლებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გამოეყოფა მიღწეული შედეგების მიხედვით, რა თქმა უნდა, ეს საუბარი. ამაზე მიდის ხართ თქვენ ამის მომხრე? ეს შედეგები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის ჯერ მიღებული. ამაზე ჩვენცა ბოლომდე არ გვიმსჯელია. რა თქმა უნდა, მსჯელობა სამინისტროში და მთავრობაში ჩვენთან რექტორებთანაც არის და კანცლერი. თქვენ პირადად თუ შეიძლება გამემხილეთ თქვენი პოზიცია. როგორ აბა? რა მოდელს ემხრობით? ამ შემოთავაზებულ მოდელს? მე ვემხრობი საბაზისო დაფინანსებას უნივერსიტეტისას. აჰა. მე ვემხრობი მაგ მოდელს, როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და რომელიც ფაქტობრივად ფლობს ძალიან სიტუაციას და ხედავ რა ხდება უნივერსიტეტში. იმიტომ რომ აი ეს პრიორიტეტული პროგრამები გადასარევია, ძალიან კარგია, მაგრამ მანაც უკვე თავისი დრო მოჭამა. იმიტომ რომ ბავშვი უნდა რომელიც ფინანსდება თანხით, ის უნდა სწავლდეს კარგად. არ შეიძლება ამ ახალგაზრდას რომელიცაც სახელმწიფო აძლევს დაფინანსებას დღეს დამოუკიდებელი საქართველოს აძლევს მასაბის დაფინანსებას და მან არ ისწავლოს. მე უნდა მივმართო ახლა ჩემს ერთგულ რადიომსმენელებსა და ტელემაყურებლებს, რომ მე პირველად ვნახე ასეთი ღონისძიება უნივერსიტეტში. არც გამიგია, არც მინახავს ასეთი მასშტაბური რომ ჩაეტარებინოს რომელიმე უნივერსიტეტს და რა თქმა უნდა მე შევისწავლე ეს საკითხი. მოვედი კიდევაც ახლა სხვაგანაც ვმუშაობდა, მოვედი ვერ მოვუსწარ, მაგრამ ბოლოს ვნახე ვიღაცები ჩატარდა ძალიან ფართო მასშტაბიანი დასაქმების ფორუმი. ანუ აი ამ პროგრამაში თქვენ სამოქმედო გეგმაში გეწერათ და ეს აღასრულეთ და როგორ გააკეთეთ ეს ასეთი მასშტაბური უნივერსიტეტის წინ გაიმართა პატრიცემულობსმენელებო და მაყურებლებო ეს და მოვიდა 70 ორგანიზაცია დამსაქმებელი და იქვე სტუდენტებმა აირჩიეს და ზოგმა როგორი სამსახური შევა და ზოგმა როგორი, ანუ კვალიფიციური. როგორ გააკეთეთ ეს ბატონ დავით? ისტორიულად ჩვენმა ტელემაყურებელმა რეგიონებში და ქალაქ თბილისში იცის უდიდესი მოთხოვნილება იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. ეს მოთხოვნილება იყო ყოფილ საბჭოთა სივრცეში მთლიანად.
იყო ახლო აღმოსავლეთში და რა თქმა უნდა საქართველოში. დღესაც, დღევანდელ დღეს, ეს 10 წელიწადია ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არა აქვს ბავშვებს პრობლემა სამსახურის ძებნისა. ვინც სწავლობს და ვისაც აქვს საშუალება, ჩვენ ფაკულტეტებზე ფაქტობრივად შექმნილი გვაქვს საინჟინრო დარგებზე ვიძახი უფრო მეტად, საინჟინრო ტექნოლოგიურ დარგებზე, არის კომისიები, დეკანის მომადგილეების ხელმძღვანელობით და დამსაქმებლებთან ყოველდღიურად, ყოველკვირაოდ არის შეხვედრები და ისინი ირჩევენ ბავშვებს, რომლებიც გაივლიან, ასე ვთქვათ, მათთან პრაქტიკას. ანუ თქვენ რამდენად ამზადებდით ამ 70 ორგანიზაცია, ეს ჩვენთან ყოველდღიურ მზადებაშია, ბატონო, ეს 70 ორგანიზაცია, 100 ორგანიზაცია. აი ამ ღონისძიებისათვის დიდი მადლობა და მე მინდა კიდევ ერთხელ რომ ხალხმა გაიგოს ეს რომ აი ასეთი რამ ხდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ანუ უნივერსიტეტის რექტორი და რექტორატი და საერთოდ ადმინისტრაცია ზრუნავს სტუდენტთა დასაქმებაზე. ეს აუცილებელია ჩვენთვის, რა თქმა უნდა. თქვენ ასევე ხარს უჭერთ და დიდ ყურადღებას აქცევთ და ასევე ჩვენ საზოგადოებასაც აინტერესებს ძალიან ასე ვთქვათ ძალიან მოდური გახდა საერთაშორისო ურთიერთობები. მე სპეციალობაზე არ ვსაუბრობ, რომ რომელ ქვეყნებში შეუძლიათ ისწავლონ, ანუ ძალიან დიდი კავშირები აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. აი ესეც მინდა გაიგოს ჩვენმა ჩემი გადაცემის მსმენელებმა და ტელემაყურებლებმა და ასევე ისიც ვიცი თქვენი პროგრამიდან და თქვენი ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, რაც ვაკვირდებოდი 2 წელი და 10 თვე გაკვირდებოდით, რომ მხარდაჭერას უცხადებთ სტუდენტებს და აი თუ შეიძლება უფრო ვცლად რომ გვითხრათ. მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები უნივერსიტეტის მაღალ დონეზეა. ჩვენთან ასლის იუბილეის ფარგლებში ჩამოვზარებული იყო სოფლიო კოლაბორაციის ფაქტობრივად პირველი პირები. კი. შემდგომში მე ვიყავი ჩასული ბირთვული ინჟინერიის ცენტრში შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში და სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა იქ ჩვენი მეცნიერები მუშაობენ, მე მათ გვარებს ახლა არ ჩავოვთვლი, რომ არავის არ ეწყინოს კიდევ იმი არ გამოჩეს, მაგრამ ყველაზე ძალიან აი აფრთოვანებული ვიყავი, როდესაც გუშინდელი ჩემი სტუდენტები, მათ ირაკლი ლობიძე მაგალითად, რომელიც სულ 2 კვირის წინ დაიცვა დისერტაცია სანდრო მენაბდე, რომელიც ჩემი სტუდენტი იყო პირადად სამშენებლო ფაკულტეტზე, იქ ამ დიდ სოფლიო კოლაბორაციაში, სადაც ქვეყნის სამყარო შემეცნებაზე მეტი საუბარი, ეს ჩვენი მეცნიერები, რომელსაც დიდი პატივს მივაგო და მეგობრ, რა თქმა უნდა და ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩვენი პროფესორია და ჩვენი კვლევარები არიან, ეს ახალგაზრდები უკვე იქ ამ უდიდეს კოლაბორაციაში წარმატებულები არიან და მათ სამუშაო ადგილები, მათი მიღწევებით ჩემი თვალით ვნახე. ასევე იაპონიაში, კექში, ჯეიპარკში ეს იმხალად იმდენად საამაყოა ჩვენ ამაში ყველგან კომეტ ექსპერიმენტში მონაწილეობს საქართველოს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს ძალიან ესე ვთქვათ მონაპოვარია ჩვენი ქვეყნისა. და ეს ხო ყველაფერი ვერ შესრულდებოდა რო არა პრემიერ-მინისტრის და იგივე ბატონი ჩხეიკელის უდიდეს დახმარება. ესე მარტივად არ ხდება. ესე ისინი გაღიარებენ, რა თქმა უნდა, გაღიარებენ სახელმწიფოს და მე უნდა ყავდეს ამ დონის მეცნიერი, ამ დონის კვლევარი, ამ დონის სტუდენტი, დოქტორანტი, მაგისტრი და ბაკალავრი. ისინი ყველას არ წაიყვან იქ თუ არ იმუშავა იბანი. იმან თუ არ შექმნა დეტექტორები, იმან თუ არ იცის ეს და იმან თუ ეს აქ არ ისწავლა, იმას იქ არავინ არ მიიღებს. იცით რა მინდა გულის ტკივილით აღნიშნო, რა თქმა უნდა ეს თქვენ არ შეგეხებათ არც თანამშრომლებს და არც საერთოდ ჩვენ შეგვეხება მეოთხე ხელისუფლებას, ანუ მასმედიის სხვადასხვა საშუალებებს. მე ვესწრებოდი, აი მიმართავ ახლა საზოგადოებას ყველა ამ დიდ ღონისძიებას, რაც 100 წლის იუბილესად მიიღო მიძღვნილი და სიმართლე გითხრა ბატონო დავით ძალიან გამიკვირდა რომ პირველი პირებით სოფლიო ტვინები, მოკლედ რომ ვთქვათ, სოფლიო ძალიან დიდი სამეცნიერო ცენტრებიდან იყვნენ აქ ჩამობრძანებულები აი ამ საიუბილეო დღეებში. და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მე მოვისმინე თვითეული ამ მეცნიერის და ხელმძღვანელის გამოსვლა და ძალიან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როგორც წარსულ მეცნიერების შრომას, ასევე ამჟამინდელ თანამედროვე ახალგაზრდების და აი ჩვენმა ასე ვთქვათ მეოთხე ხელისუფლებამ, მასმედიამ რატომ არ გაშუქდა ეს?
აი რატომ არა იცით რა თითოეული ეს მეცნიერები ესე არც ერთი ქვეყანა არ არის ბატონო დავით ამ სოფლიო ტვინებით ასე ვთქვათ განებივრებული შეიძლებოდა ამათი მიწვევა რაღაც და ყველაფერი მათ შორის ახლა თვითკრიტიკულად აი მეც რა ვიცი აი შეიძლებოდა რომ მეც ამეღო ინტერვიუ დავუშვათ აი ამ იმისგან და ჩვენ ტელეკომპანიას ვერ ვიტყვი. არა, ეხლა ამ ტელევიზიას ხო დაუწყებთ დაცვას. არა, დაცვას რატომ ეს სიმართლეს ვიტყვი? ვერანაირად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ბატონი კამპორეზი იყო ჩაწერილი და იმედი ყოველთვის მოდიოდა, პირველი არხი მოდიოდა. მაგრამ ის გასაგები, მაგრამ დიდი გადაცემები იმათ, ჩემო მანანა, კონტა დრო 2 საათი და 3 საათი. ისინი ხო, აი ერთ-ერთი ბატონი სატოში. ეს არის იაპონიის მეცნიერების მინისტრის მრჩეველი, კომეტ ექსპერიმენტის ხელმძღვანელი. გეოგრაფიას კარგად იცნობთ და მას ჰქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ჩამოფრინდა ტოკიოდან თბილისში, დაესწრო ჩვენს ღონისძიებებს და მეორე დილას გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ შეიძლება მას მე დიდი პატივი არ ვცდა მადლობა ვთქვა. ის ვერ მოასწრებდა დაждდობას. ასევე ბატონი კამპორეზი ლორდთა პალატაში იყო მიწვეული, ჩამოფრინდა თბილისში და გადაფრინდა. ეს ცოტა რთული შეიძლება რომ უფრო მეტი ყურადღება დაუხმო ჩვენ. ეხლა მზადდება ჩვენი ერთ-ერთი ტელევიზია ამზადებს გადაცემას, ისინი თვითონ აპირებენ ცერში ჩასვლას და ჩვენი თანამშრომლები სტუდენტების გადადგმას. ო, ძალიან კარგი. იცით მწვავე საკითხებსაც მინდა შევეხო, რაც საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალურია. სანამდე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების თემა შევეხებოდეთ, ძალიან აქტუალურია სასწავლო პროცესისთვის და კვალიფიციური მაღალი დონის სპეციალისტი რომ მივიღოთ საინჟინრო სპეციალობები, აგრარული თუ სამედიცინო ისეთი მიმართულებებია და საბუნებისმეტყველო დარგები მოგეხსენებათ რომ იქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას, ხო? საწარმოო პრაქტიკას. აი რა ხდება ამ მიმართულებით თქვენთან? ამ მიმართულებით წარმატებები გვაქვს. ჩვენი პროგრამა მუდმივ, აი რატო გითხარით, მუდმივად ის ცოცხალი ორგანიზმი განიცდის მოდიფიცირებას. მოდიფიცირების დროს იქ საწარმოო პრაქტიკის როლი იმატებს და ჩვენ ახლა მინდა გითხრათ რომ ფაქტობრივად შევძელით მთელი ამ პანდემიის გავლა ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკზე ყავდა მთელი სტუდენტები. რას ნიშნავს ინდივიდუალური საგანმანათლებლო? ეს არის ურთულესი შრომა პედაგოგისთვის. პედაგოგების ურთულესი შრომა, რომ წარმოგიდგენთ 20,000-ზე მეტი სტუდენტი ხარ, ჩვენთან 20 და 25,000 სტუდენტამდე მერყეობს შეჩერებებისა და სხვადასხვა პრობლემებისგან. ჩვენ არც ერთი სტუდენტისთვის პანდემიის დროს არ შეგვიჩერები. პანდემიის პირობებში არც ერთი სტუდენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლობის საბჭოების განწყობი პირადად ჩემი მოთხოვით არც ერთ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს არ შეუჩერებია. გარდა იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტი თვითონ ითხოვდა რადგან სხვა მიზეზი. გასაგებად რომ გამოვკვეთოთ ჩვენი რადიო მსმენელებისა და ტელემაყურებლებისათვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2 წელიწად-ნახევრის მანძილზე, ანუ თქვენი რექტორობის პირობებში არც ერთი სტუდენტისთვის სტატუსი არ შეგიჩერებიათ პანდემიის პერიოდში. ეხლა ვიწყებთ შეჩერებას, იმიტომ რომ ფინანსების გადაუხდელობის გამო არ შეჩერებულა სტატუსი. დიდი მადლობა. მაგრამ მე უნდა გითხრათ, რომ ეხლა ჩვენ უკვე ვიწყებთ შეჩერებას, რამე თუ გეტყვით არც ისეთი არაფერი დასამალი არ მაშინ არ არის. მე მესმის და მშობელი ვარ, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვარ და თვითონ შეწყვეტაზე მე როგორც უნივერსიტეტში დეკანი ხარ, რექტორის შეუძლებელია, მაგრამ ყველა დეკანზე დავალებული მაქვს, რომ არც ერთ ბავშვს ან მას და მშობელს არ გაესაუბრები, არ შეუწყვიტოთ სტატუსი შეწყვეტა. ნუ შეჩერება ეს სხვა თემა და არ შეგვიძლია დღეს უკვე ვაჩერებთ, იმიტომ რომ როდესაც ვაჩერებთ, ფული იწყებს შემოსვლას. პროფესორს ჭირდება ხელფასი, უნივერსიტეტში ჭირდება ცხოვრება. აქედან გამომდინარე, ესე იგი, ზოგს აქვს საშუალება და ავიწყდება. ამიტომ უნივერსიტეტის შეჩერებას იწყებს, მაგრამ ვაძლევთ საშუალებას, გადახდის გრაფიკს ვაძლევთ, ყველანაირ დახმარებას ვაძლევთ შეძლების და გვარად და გონირულობის ფარგლებში. და აი საერთო საცხოვრებლების საკითხს მივადექით, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეს ურთულესი პრობლემაა დაფინანსებასთან. ეს დამოუკიდებლობის მე იცით რა მაინტერესებს? ურთულესი, მაგრამ გეტყვით ასაც ვაკეთებ. ბატონ დავით, მე მაინტერესებს რა ჩვენი პრემიერი, მე აქვე ვიტყვი, რომ რაღაც არ წამოიშვას ასთა სხვადასხვაობა, მე პირდაპირ ასე ვთქვათ, მხარს უჭერ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, ეს არის მე ვიტყოდი ბრძნული პოლიტიკა.
და მივესალმები პრემიერ-მინისტრის მუშაობას ამ კუთხით, მაგრამ მე ასევე მივესალმები იმას, რომ აშენდა სამხედრო ქალაქი, ახლა ამბობს პრემიერ-მინისტრი, რომ პოლიციის ქალაქი უნდა აშენდეს და რატომ არ ახსენებს ბატონი პრემიერი, ალბათ არ მიგავთ ბატონ პრემიერამდე, ვინც უნდა მიიტანოს სტუდენტთა ქალაქი, იცით, იყო დაგეგმილი. არ მინდა ეხლა იმ წარსულზე საუბარი, სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აი სტუდენტთა ქალაქს ვაშენებთო და ადგილიც იყო, ხო? მოგეხსენებათ, მოზო. კი, ადრე გამოაცხადა და კიდე ხო არაფერი გამოაცხადებია. მაღლი არა, ბევრი რამ გამოაცხადა. ხო, გამოაცხადებ, მოდი დავანებოთ იმ ხელისუფლებას. ჩვენი უნივერსიტეტის ამ უნივერსიტეტის აი რატომ არ აცხადებს ამ უნივერსიტეტის და პირადად ჩემთვის, ჩემი ოჯახის და უნივერსიტეტისათვის სააკაშვილის ხელისუფლებას საუბარს თავი დავანებოთ. ამ უნივერსიტეტს თავის თავზე განიცა და გადაგახედეთ პაჟი. კი, რა თქმა უნდა. დავანებოთ გავაკეთებ ამ ხელისუფლების პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი პრობლემა ბატონ ჩხენკას პირადად ჩვენთვის რექტორებს. აი თქვენ რა გეგმა გაქვთ? გეტყვით ახლა ბატონი პრემიერი ამაზე მუშაობს და ურთულესი ახლა ამ ხელა ფაქტორი დამოუკიდებლად საქართველოში ყველაფერი გაჩანაკდა და დაინგრა ერთ პერიოდი როდესაც იყო ის ავადსახსენებელი წლები და ახლა არის თავიდან გასაკეთებელი. ჩვენ ამაზე მუშაობთ რექტორები, მე მქონდა ჩემ კოლეგებთან საუბარი. რაში გამოიხატება ეს მუშაობა? ეს არ არის მარტივი ქალტომან ერთი ხელისასმით ძალიან მინდა ერთი ხელისასმით ახლა ხარვარდი იყოს აქ. არ ხდება ეს რა. ამას ყველაფერს დრო უნდა. რაზე მუშაობდა? მუშაობთ გეგმაზე, იმაზე როგორ შეიძლება ამის აშენება. ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტს აქ სხვადასხვა ქონება, ჩვენ უნივერსიტეტს აქ საქართველოს არის სანაცხენოს ტერიტორია, სადაც არის 20000 კვადრატული მეტრი მიწა, სადაც 10000 კვადრატულზე ეს განლაგებული ანალიზის ხელსაწყო პროფესიული განვითარების ცენტრი. ნუ ვფიქრობთ, რომ ახლა მე მქონდა საუბარი მინისტრი ამაზე ყოველდღურად არის ჩართული და ვფიქრობთ, რომ შეიძლება იმ ტერიტორიაზე დაიწყოს შენობლობა ან სახელმწიფო დაფინანსებით თუ შევძლებთ, თუ არა ესე ბიზნესთან ერთად. რამდენი გჭირდებათ, რამდენი ადგილი? ჩვენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 20000 ადგილი ჭირდება. რო ვთქვათ ეს, მაგრამ სად არის ეს? ასევე ვფიქრობთ მე-7 კორპუსში ახლა ჩვენი აქ რაღაცის გაცვლას ვფიქრობთ ახლა, იმიტომ რომ საუნივერსიტეტო სივრცეში არის ჩვენი ბრალი არ არის ეს თავის დროზე ადრე არის გაყიდული, ეს არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საკუთრება და სახელმწიფო გაყიდა ერთ-ერთი კაფე, ასე ვთქვათ, წიგნების მაღაზია, რომელიც ახლა უნივერსიტეტის შეუფერებელია, აქ მე არაფერი პრობლემა შაურმასა და მაგ შაურმასა არ მაქვს, მაგრამ უნივერსიტეტის შესაძლოა არ უნდა იყოს. ასევე ეს კაფე-ბარები, რესტორნები და ისინი, რომელიც ადრე გაიხსნა, კაფე-ბარები გადადის. თქვენ გქონდათ ცდელობა, რომ ცდელობა გქონდა და ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მათ აქ თქვა 24 წლამდე და 24 წლამდე მათ უნდა შეუსაბამონ, აი რაზეც ყვება არა მარტო ქალაქს, არამედ სტუდენტურ ყვებაზე უნდა გადავიდნენ და მათთან ჰქონდა მოლაპარაკება. რაც შეეხება ან გავლენ 24 წლამდე აქ მათ ვადა, ამიტომ ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, მაგრამ მანამდე მათ ჩვენ თუ ისინი შეუსადაგებენ სტუდენტთა ყვებას, მაშინ ისინი იქნებიან ასევე როგორც იქნება კანონიდან დადგენილი ფარგლებში და ეს ასე რაც შეეხება შაურმას აქ ცოტა რთული თემა, იმიტომ უნივერსიტეტის შესასვლელშია, პირდაპირ საუნივერსიტეტო სივრცეში და ახლა მე-6 კორპუსში სრული რეაბილიტაცია ვიდეროს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ უფლება მონაცვლეობას სადმე და ეს უნდა იყოს თლიანად საუნივერსიტეტო სივრცე, რეკრეაცია, ეს უნდა იყოს პარკები, ბაღები, დასაჯდომები. ახლა ჩემი სამუშაო ოთახია რომ გადავიხე ახალგაზრდებს დავინახა. ეს თქვენ არ გეხება და არც ერთ რექტორს, რექტორები მე მიმაჩნია რომ ამ დაფინანსებით 2250 ლარით ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. მთავრობამ უნდა დაიწყოს ასეთი რამ, რომ აი ეს მენეშენეები რომ ბრძანდებიან და რომ აშენებთ ბატონებო, ეხლა სამშენებლო ბიზნესს მივმართავთ. ხელისუფლებას არ უნდა მოერიდოს და რაღაცა აი 15ჯერ და 20ჯერ უძდიან ფასებს, ისე კი არა. რაღაცა დაბლ ფასებში დაიწყოს სახელმწიფომ შესყიდვა თითოეული კორპუსიდან რაღაცა პროცენტი ბინების და არ არის სავალდებულო ერთად იყოს ეს სტუდქალაქები. უსაფრთხოების თვალსაზრისით უფრო დაცული. ხალბატონომანან. მე არა, თქვენ ვერ აგებთ მაგაზე პასუხს, ეს მე ჩემი სურვილია. მე დოქტორი ვარ, პროფესორი ვარ უნივერსიტეტის ხაზზე, მე ინჟინერი ვარ. და ვიცი რომ ეს მარტივი თემა არ არის. და ბიზნესმენი ხომ არ ხარ თავის? ბიზნესმენიც ვიყავი თავის დროს აბაროგები. ხო, მაგრამ ახლა არ ხარ და თქვენ იცავთ ბიზნესმენების უფლებას? არაფერს უფლებას არ ვიცავ. მე ჩემს საქმეს ვიცავ. მე ბიზნესს რომ დონე დავშევდი ბიზნესში. მე ვიყავი იმ დროს როდესაც პროფესორებს შეიძლება გადარჩენა. და ბავშვებთან უნივერსიტეტში ვარ. 1 საათი არ ვარ გასული. არა, 30000-ად რო არ გაყიდონ ერთ ოთახიანი, მიყიდონ 15000-ად. და სახელმწიფო რეგულაცია დაუწესოს?
კი, რაღაცა პროცენტი შეისყიდოს. არა, შესყიდვა სხვა თემაა. შეისყიდოს დაბალ ფასებში. შესყიდვა სხვა თემაა, მაგრამ კარგით. ეს უთულეს თემა. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ამაზე სახელმწიფო და სამინისტრო და უნივერსიტეტები მუშაობენ, ძალიან მალე დაიდება ამის დოქტრინას ნახავთ აგერ. და ახალგაზრდებთანაც შეხვედრები გვაქვს და ეს დოქტრინა საერთოდ საცხოვრებელს დაიდება. კურსდამთავრებულთა ის შექმნით თქვენ ხო საზოგადოება? არა, კურსდამთავრებულთა საზოგადოება არ შექმნით. გაერთიანება. ჩვენ შევქმნით უნივერსიტეტის განვითარების ფონდი. ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენთან და მეცენატთან ერთად, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, იმას მრავალი წელიწადი ამას დავით ხიდაშელი, სხვათა შორის დავით ხიდაშელი ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ღირსეული შვილი იყო, თავის დროს ამან დაამთავრა უნივერსიტეტი, ჩვენ ფაქტობრივად ერთ თაობის ხალხი ვართ და დავით ხიდაშელი ზოგს ასე ვთქვათ, მავანს და მავანს ხვანაერთ აქ წარმოჩენილი. მე გეტყვით, რომ ბატონი დავით ხიდაშელი ერთ-ერთი პირველი ქართველია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციით ჩამოაყალიბა შვეიცარიაში, ონში, ჟენევაში და მისი ხელმძღვანელი იყო და ეს ორგანიზაცია ის არის ავტოსაგზაო აქვს დამთავრებული და ამ დარგში იყო ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრი საქმეა გაკეთებული. მას უნდა საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და დახმარება და ფაქტობრივად ჩვენ შევქმნით ერთად ფონდი, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესმენებიც უკვე ერთიანდებიან და ძალიან მალე დაიწყება, აღარ დააწვება უნივერსიტეტს. მაგალითად, შეჭრებული სტუდენტების გადასახადი, მაგალითად, ისევე ვთქვათ, საზღვარგარეთ მივლინებები, რომელიც აუცილებელია კოლაბორაცია. ეს არ დააწვება, მაგალითად, კოლევები, ბატონი დავით ხიდაშელი და ის ადამიანები, როდესაც შემოსავალი აქვს და აპირებენ ამ კეთილსაქმეების კეთებას, ამაში დაეხმარებიან. რა თქმა უნდა, ამაში უდიდესი ღვაწლია ბატონი ბიძინა ივანიშვილის მთელი ქვეყნისათვის და ეს ფაქტობრივად მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ივანიშვილი არის ეპოქალური მოვლენა საქართველოსთვის და ამ მართლაც ზაგასაყარზე ღმერთმა მოგვივლინა ჩვენ ესეთი ადამიანები. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ სხვანაირად რა თქმა უნდა ალბათ ვერ გამოვიდოთ ამ სიტუაციიდან. თუ მშვიდობის გარანტი, როგორც ოპოზიცია გაყვერის ბატონი ივანიშვილია, მაშინ მე მინდა უთხრა ამ ოპოზიციას და საერთოდ ხალხს, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობას არ აქვს ფასი. ეს არის შეუფასებელი და მაშინ რა გამოდის? ბატონი ბიძინას გამოდის, რა ვიცი, გმირზე გმირი, რომ უზრუნველყო ეს მშვიდობა. და გვაქვს ეს მშვიდობა, ეს რომ არ ყოფილიყო, მაშინ ჩვენ აქ ვერ ვიჯდებოდით, ხო? და არც 100 წლის იუბილე ჩატარდებოდა და არაფერი. შუაში იუბილე, არაფერი არ იქნებოდა. ეხლა გარდა მაგისა, არ შეიძლება ადამიანები ფული და ქველმოქმედება კიდე სხვა რამე. არ შეიძლება ადამიანები არ დაინახონ თავდადება ადამიანის და თავგანწირვა, 12 წელი დაგვავიწყდა ჩვენ. არავის მე მახსოვს კარგად, ჩემ ოჯახს კარგად ახსოვს, ამ უნივერსიტეტსაც ახსოვს. ანუ ადამიანმა ფაქტობრივად თავისი თავი გაწირა, რომელსაც შეიძლება სოფლის ნებისმიერ ქვეყანაში სხვა თავის სამშობლოსათვის ცხოვრობს და ზოგიერთი ედავება, რატო არ მიდიხარ სხვაგან და რატო ხარ მეც ძალიან მიყვარს, მას უწოდება უყვარს, მე ხოტები მიყვარს რაჭაში და თითოეული ქვა მიყვარს. სხვანაირად არ შეიძლება ქართველი აღიზარდო. ზოგს ესეთი გემოვნება აქვს, ჩვენ მოდი ჩვენი გემოვნებით თავი დაგვანებო ქართველებს და არა მარტო საქართველოს მოქალაქეებს. და ყველა თავის გზაზე იაროს. აი, რადგანაც ბატონ ივანიშვილი ვახსენეთ, აი აქვე მე მინდოდა პარალელი გამევლო, სანამ ამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი და უკავშირდება ეს პროფორიენტაციის საკითხებს, რაც სკოლის, ასე ვთქვათ, მოვალეობაში შედის, მე მანამდე მინდა ვთქვა, რომ ხიდაშელს დიდი მადლობა ამისთვის, რასაც აკეთებს და რა ვიცი, ნუ რაღაცა ცინიკური გადაცემებს და იმას აწყობს სხვადასხვა ტელეკომპანიები, მე არ მესმის ეს, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება არ იცით ეს პედაგოგიკის ისტორია, რომ ნებისმიერ უნივერსიტეტს წარსულშიც და ამჟამად ბიზნესმენები საზღვარგარეთ უდგანან გვერდში და აფინანსებენ. ესეც უნდა იყოს, კურსდამთავრებულები. ახლა მე მინდა ბატონ დავით მიუმართო, აი განსაკუთრებით ოჯახებს, მშობელთა საზოგადოებას, მაღალ უფროს კლასელებს, რომ რამდენიმე ინტერვიუ ჩამომართვეს მე აი ამ ზაფხულში შემოდგომაზეც, აი რომელი სპეციალობები იყო პოპულარული. ყოველ წელიწადს იღებენ ამ ინტერვიუებს მაგალითად ჩემგან. და ძალიან სამწუხაროა, მე მიმართავ ახლა კონკრეტულად 70,000 ჩემს კოლეგას პედაგოგს. ხალხნო,
ჩვენ გვევალება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, რომ ვიმუშაოთ კლასებში პროფორიენტაციის საკითხებზე, მთლიანობაში სკოლებს. რისთვის ააშენა ეს ბატონმა ივანიშვილმა საქართველოსთვის, ხო? 60,000 სტუდენტზეა და იქ არ არის ჰუმანიტარული სპეციალობა. ან რისთვის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როდესაც იკლებს მსურველების რიცხვი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ არა საერთაშორისო ურთიერთობები ყველამ, არა იურისტობა, არა ბიზნეს ადმინისტრირება ერთი და იგივე, არამედ უნდა და ეკონომიური სპეციალობა, არამედ უნდა ავირჩიოთ რაც შეეფერება 21 საუკუნეს. ეს არის ფიზიკის, ქიმიის, ახალი ტექნოლოგიების და მედიცინის საუკუნე. დამეთანხმებით ალბათ ბატონო. მაგაზე აგერ თქვენ ახლა ხედავთ ალბათ ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილი. თქვენ მზარით 21 საუკუნეს. მე გეუბნებით მე-20 საუკუნეში პეტროგრადში, როდესაც დირმა ნიკო ნიკოლაძე იმართა ივანე ჯავახიშვილს, ივანე ჯავახიშვილმა შეკრიბა ქართველი საზოგადოება და ისინი აპირებდნენ უკვე თბილისში უნივერსიტეტის დაარსებას. და მან შემართ ივანე ჩვენთვის ეს სტენოგრამა არის, წაკითხული მაქვს რა თქმა უნდა, ივანე ჩვენ გვჭირდება საინჟინრო უნივერსიტეტი. იმიტომ რომ მალე საქართველოს ეს იყო 17 წელს, თუ არ ვთქვი ზუსტად, მალე საქართველოს დამოუკიდებელი გახდება. იქ იყო ძალიან დიდი საუბარი, შალვა ნუცუბიძე იყო მაგისტრი მაშინ, ისიც გამოვიდა სიტყვით და ის ივანე ჯავახიშვილს ვერ დაიცვა ეს პოზიცია, რომ მარტო ჰუმანიტარული და საინჟინრო დარგი აუცილებელი იყო, მაგრამ პრობლემა იყო მარტივად ვერ შეიქმნებოდა საინჟინრო უნივერსიტეტი. და პედაგოგები იყო საჭირო, პროგრამები იყო საჭირო. ენა პედაგოგებს თუ უცხოეთიდან ჩამოიყვანდი, მათ არ იცოდნენ ქართული ენა, ჩვენთან არ იცოდნენ უცხო ენა ყველა ბავშვებმა. ამიტომ ურთულესად მიმდინარეობდა თვითონ ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილმა გადაწყვიტეს, რომ დაეფუძნებინათ ივანე ჯავახიშვილს მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ესე გადაწყვიტეს მათ, რომ ძალიან მალე დაფუძნებულიყო სატექნიკო ფაკულტეტი, რომელიც მართლაც 22 წელს დაფუძნდა. ბატონი ალექსანდრე დიდებულიძეს სურათს აგერ ხედავთ, ის იყო პირველი, ასე ვთქვათ, დეკანი და დღეს უკვე ხედავთ ასლის თავზე უნივერსიტეტს, რომელსაც ისე ჩვენი გადაცემის ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელებს ამ პანოს შესახებაც მოუყევით. ეს არის ბატონი ზურაბ წერეთლის მიერ ნაჯუქარი უძვირფასესი პანო. მართლაც ულამაზესი. ეს არის ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, კოპერნიკი, გალილეო გალილეი, მთელი მეცნიერება აქ არის, მუსხელიშვილი, რა თქმა უნდა, ლომონოსოვი, რა თქმა უნდა, ლეონარდო, რა თქმა უნდა, ეს არის პერპეტუ მობილია ეს ყველაფერი, რომელიც მოიყვანა სამყარო აქ და დღეს ვართ აქ კოსმოსში და ერთ ტელეფონში ვაქვს ყველაფერი. და ჩვენ კიდე წარმატებებისგან წინ უნდა წავიდეთ. და ამისი საწინდარი არის სხვა შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, უძველესი დიდი ტრადიციების, წარსული, საწყოსა და მომავლის მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. საინჟინრო მიმართულებები ერთადერთ უნივერსიტეტშია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია ეს საინჟინრო მიმართულებები. არა მარტო საინჟინრო, ჰუმანიტარულის და მსოფლიოს ჰეგელის საზოგადოებამ გადაწყვეტილება მიიღო და მე ვიყავი იქ. როგორც საპატიო სტუმარი და მიიღო გადაწყვეტილება 24 წელს ეს არის 22 წელიწადში ერთხელ 35 მსოფლიო ჰეგელის კონგრესი ჩატარდება საქართველოს თბილისში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ესე ძალიან დიდი მიღწევა ჩვენთვის. კარგით და თქვენ არაერთხელ ახსენეთ საუბარში პროფესიული პროგრამები და მეც ვახსენე შესავალ სიტყვაში, ასე ვთქვათ, სტატისტიკაში, რა განხორციელდა პროფესიული კადრების მომზადების კუთხით და როგორ და აი რაში გამოიხატება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზაშიც მოხდა რაღაც ცვლილებები თუ შეიძლება. მინდა გითხრათ, როდესაც თქვენ გექნებათ საშუალება დაათვალიერეთ. ჩვენ პროგრამები გვაქვს, 28 პროგრამა აქვს პროფესიული, ჩვენ ეს პროგრამები რა თქმა უნდა ხორციელდება ტყიბულშიც და ჭიათურაში ხორციელდება. ეს პროგრამები ასევე თბილისში ხორციელდება და ასევე ჩვენ ეს პროგრამები გადავიტანეთ ანალიტიკასა ტერიტორიაზე და იქ ვახორციელებთ ამ პროგრამებს. ჩვენი სტუდენტების დიდი რაოდენობა უკვე ეს ეწაფის სწავლას და პროფესიული როგორც უნივერსიტეტი არის ერთ ოსტატისას შეგირდის ურთიერთობა და რადგან უფალმა გამოგვიყვანა პანდემიიდან ამ ურთიერთობებით ახლა ჩვენ ვფიქრობთ რომ ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ. ანუ ერთ ადგილზეა კონცენტრირებული პროგრამები უკვე ერთად თითქმის და ტერიტორიულად სარდებარებს. ეს მიბრძანდება თბილისში, რა თქმა უნდა, ძალიან ცენტრალურ ადგილზე და ნახავთ რა ბაზაცა გვაქვს იქ. გარემონტებულია ინფრასტრუქტურა წესრიგში. და აი, ნუ ესე იგი უნივერსიტეტის ავტორიტეტისა და ცნობადობის ზრდის შესახებ უკვე ჩვენ
მე სტატისტიკაში ვისაუბრე. თქვენ ხო არ დაამატებდით რა იმას? საკუთარ თავს ლაპარაკი და საკუთარ უნივერსიტეტზე ცოტა რთულია საქმე, მას შეიძლება უნდა გამოგაჩინონ. ჩვენ უნივერსიტეტს მართლაც აი ახლა ორშაბათსა ჩვენი კოლეგები იქნებიან, ჩემი კოლეგა იტალიის თუშის უნივერსიტეტიდან ჩამოსული. ფაქტობრივად კვირა არ არის, თუმცა ჩვენი კოლეგები არ გვეწვიონ უნივერსიტეტებიდან, რექტორები იქნებიან ესენი თუ პროფესორები, მიდის მობილობა დიდია ძალიან, როგორც ერაზმუს პროგრამებით, გარდა ერაზმუსის გარდა პირადი ჩემი კონტაქტები და დეკანების, აკადემიური საბჭოს წევრები. ერაზმუს პლუს დიახ, ახალი პროგრამა. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა და ამის გარდა უდიდესი მიღწევა, რაც უკვე განხორციელდა წელს და ჩვენმა უნივერსიტეტმა უკვე $1 მილიონ ევროზე მეტი გრანტი მოიგო, რაც არის ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი და ბატონო ჩხეგალმა მოაწერა 95 მილიარდ ევროზე გვაქვს სტომა. და 16 იანვარს დაფუძნდა აქ ოფისი, ხო? ოფისი გარდა ეს სახელმწიფომ გაუკეთა მეცეს. უნივერსიტეტმა რომ სუბეუნები ჩვენ მეცნიერებს, წვდომა აქვთ ყველაფერთან. ამისათვის დაფუძნდა ოფისი, გრანტების და ტრანსფერების ოფისაც მათ დაეხმარებიან ამ გრანტების მოპოვებაში და ამ პროფესურას სახელმწიფო აძლევს საშუალებას, ეს უნივერსიტეტის საშუალებით ამ ინფრასტრუქტურის მატერიალური ბაზის, ბექგრაუნდის, განვლილი ცხოვრების, სტუდენტების, წარსულის, აწყოს მოვალით, მათ მიიღონ ამ გრანტებში მონაწილეობა და მოიგონ და გარდა ხელფასისა, ეს დედამიწაზე ესია, არც ერთი უნივერსიტეტის პროფესორს არ აქვს ხელფასი $200,000-300,000. ისინი ყველა მონაწილეობს სხვადასხვა ფონდებში. ამაზე მოაწერა საქართველოს ხელი და ამისი დამამტკიცებელი არის, რომ მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორმა და დოქტორანტებმა მიიღეს ეს გრანტი უკვე და ხელიც მოწერილი მაქვს და $1,200,000 თუ ევრო ეს გრანტი. ამაზე წვდომა და ამაში დახმარება სახელმწიფოც უწევს, უნივერსიტეტიც უწევს და უნდა იმუშაონ ახლა და გააკეთო. ეხლა საკამათოდ არ გეუბნებით, მაგრამ ერთი მწვავე საკითხია აი ამ სტუდენტთა შრომითი საკითხები. რომ სტუდენტებს უფლება ჰქონდეს სოციალურ ქსელებშია ბატონ დავით, ეხლა მე ამ გადაცემას რომ ამზადებდი ზუსტად ამ დღეებში, ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის დაწერა, კითხულობს თურმე ლექციებს და სტუდენტებიო არ ესწრებიანო ლექციებსო და თქვენთან როგორ არისო და ნუ გაიშალა ამაზე სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს ის და ეხლა სოციალურ ქსელებშიც რო არ მიმდინარეობდეს დავაკამათი, ჩვენ ხომ ვიცით რომ საქართველოში სტუდენტების შრომითი უფლებები არ არის დაცული. რას გულისხმობ მე? მიდის სტუდენტი ნებისმიერ და ნახევარი განაკვეთები თითქმის არ აქვს ამ დასაქმებელს. მიდის სტუდენტი ახალგაზრდა იწყებს მუშაობას და დილიდან ღამის 12 საათამდე ამუშავებენ, ან 10 საათამდე და ძალიან ბევრი ვიცი მე რომ არც ლაბორატორიულებზე უშვებენ, ლექციებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია და რაღაც. მე მოვიფიქრე ასეთი რამ და ვთავაზობ ხელისუფლებას, რომ მნიშვნელობა არ აქვს მაგას საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება თუ უწყებათა შორისი კომისია, რა თქმა უნდა სამთავრობო, იქ პირველ რიგში რექტორები უნდა შევიდეს, ყველაზე კარგად თავიანთი სტუდენტების გაჭირებათ რექტორებმა იციან, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები და იქნება რაღაცნაირად ჩამოყალიბდეს ეს და როგორც საზღვარგარეთ არის რა ნახევარი განაკვეთებია და მიდიან სტუდენტები მუშაობენ ნახევარ განაკვეთზე. ჩვენ ხალხმანა და ხართ თქვენ ემხრობით ამ იდეას? მე რაც შემიძლია იმას გეტყვით ხალხ. თქვენ ხალხმანა მემარცხენე ხართ, ბუნებით ვერ გატყობთ. მეც ვარ მემარცხენე იდეები ვეღარ იმარჯვებს. და ასე მარტივი არა, მემარცხენე რა ჩვენშია? გერმანია მემარცხენეა? ხალხმანა, ასე გასაგები არა, თქვენ ისეთ სტუდენტებს ჩვენ შეგვიძლია და ვაკეთებ და გითხარით ურთულესია, მაგრამ ვაძლევთ ინდივიდუალურ გრაფიკს. მე არ შემიძლია დავავალო უნივერსიტეტის რექტორმა თქვენ რეგულაციებს თხოვთ და თქვენ არა, რექტორმა კი არა, რექტორებიც შევიდნენ იმ საბჭოში. სამთავრობო დონეზე შევიდნენ. სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ეს. ახალგაზრდა მუშაობს, ხო? მე უნივერსიტეტში არა, ახალგაზრდა მუშაობს და იმ ბიზნესმენმა, აი ხა ბიზნესმენებს მიმართავ, ღამის 12 საათამდე და 10 საათამდე არ უნდა ამუშაოს. არა, ეს საერთოდ არ შეიძლება, ეს შრომით არა. ნახევარი განაკვეთები, არა, ბატონო და ეს შრომით ხელშეკრულებით ნახევარი განაკვეთი არ არსებობს აქ. ის კი არა რომ ხელფასი გაუყო. ჩვენ უნივერსიტეტზე ველაპარაკობ. არა, ეს თქვენ უნივერსიტეტს და ყველას შეეხება. არა, ბატონო დავით, ლექციებზე ხომ უნდა დაესწროს სტუდენტი? ესწრებიან, ვაძლევთ გრაფიკს და პედაგოგები იტვირთებიან. ბატონო, ასე არ არის თქვენ ველაპარაკობ. არა, ზუსტად ასეა. არა, როგორ? ზუსტად ასეა. არა მარტო ამ უნივერსიტეტში, ყველგან ასეა, მთავარია სტუდენტი უნდა დაესწროს ლექციას, სემინარებს,
და ლაბორატორიულებს. ლაბორატორიულებს მეტნაკლებად ესწრებიან, მაგრამ სახელმწიფო დონეზე უნდა დარეგულირდეს, რომ სტუდენტის ნახევარი განაკვეთები უნდა შემოიღონ დამსაქმებლობა და უნდა გადაუხადონ ნორმალური რაღაცა ფული. ეგ იმათმა ეგ ისინი მოიდგნენ. არა, ეს ამ გადაცემაში უნდა გაჟღერდეს. თქვენთან თუ არ გაჟღერდება, აბა სხვადასხვა სად უნდა გაჟღერდეს. ჩვენ ამაში ვეხმარებით და მათ ვაძლევთ ინდივიდუალურ კარგი, თქვენ აი ამ სამოქმედო პროგრამაში გიწერიათ, რომ უნივერსიტეტის დღე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დღე უნდა დაწესდესო და დააწესეთ? კი, 16 იანვარი, როცა ანდრია რაზმაძე მასის უკვე ასეთი წლის. ანუ დააწესეთ და ყოველ 16 იანვარს ყველა ფაკულტეტი აწესებს თავის დღეს ჩემი დავალებით ეხლა მიმდინარეობს სავარძე მუშაობა და უნივერსიტეტიც არის 16 იანვარი, როცა დიდმა ანდრია რაზმაძე უკვე ლექცია 101 წლის წინ ფაქტობრივად წაიკითხა პირველი ჩვენს უნივერსიტეტში. რითაც დავიწყეთ, იმით დავასრულოთ, რომ აი ეს თქვენი სამოქმედო გეგმის უმეტესობა თითქმის შესრულებულია და დარჩენილ დროში ჯერ ბევრი რამე დარჩენილ დროში. არა, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში 80%-ზე მეტი შესრულებულია. ლაბორატორიები გვაქვს ასაშენებელი, ბევრი საქმე მაქვს. ხო, აი რა გქონთ ასაშენებელი? ჩვენ გვაქვს უნიკალური ლაბორატორია ჰიდროტექნიკის და ჰიდრაულიკის, ჩამოვიტანეთ ეს და თუ ეგრევე საშუალება გადაიღეთ და მიმდინარეობს. არა, ეს არის მოწყობილ დაადგარებ ფაქტობრივად 30 მილიონი ლარის არის. ეს არის უახლესი ევროპაში, ახლა სასაწყობო მეურნეობაში და გადაიღეთ ნახეთ და დიღომში ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახლა უკვე დაპროექტება მორჩენილია და იქ უნდა აშენდეს ახალი ინსტიტუტი, ეს ლაბორატორიის მოდული, სადაც ის განთავსდება და ასე განთავსდებიან ჰიდრომელიორაციის ინსტიტუტი, ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტი, წყლის ლაბორატორია და იქნება ჰიდროტექნიკის უახლესი ლაბორატორია, არა მარტო პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ მთლიანად ევროპაში. ასევე ჩვენ გვაქვს ხიდსაცდელი ცენტრი, რომელიც ჯერ ევროპაშიც არ არის, იმზაიდან ნახეთ, ასევე სამშენებლო ფაკულტეტის ლაბორატორია, ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორია, სამშენებლო ნანახი მაქვს, ენერგეტიკა ნანახი მაქვს, გადაღებული მაქვს. სამთო ფაკულტეტი ნახეთ ასევე. აი ეს არ მინახავს. ასევე შეგიძლიათ იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკური ლაბორატორია დაათვალიეროთ, ასევე მედია ლაბორატორია შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ასევე ბევრი ლაბორატორია. აი სკოლებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობაა საჭირო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი და სკოლა, ეს არის ასეთი თეორია და კარგი იქნება თუ გაძლიერდება აი სკოლებთან რომ მჭიდრო ურთიერთობა რომ მოვიდნენ და მოუწოდებთ მასწავლებლებს რომ მოიყვანონ ძალიან ბევრი აი მუზეუმის სტილშია გაკეთებული აქ ყველაფერი და შეგიძლიათ დაათვალიერებინოთ ისა. ბოლოს მე ვიტყვი ხალხო მაგრამ თუ შეიძლება ეხლა ჩვენ უფასო STEM საგნებში უნივერსიტეტი აწარმოებს აბიტურიენტების მომზადებას, აი სკოლებთან ურთიერთობასაც იზახით, ეს უკვე გამოცხადებული, ჩვენ შარშანი და შარშაწინ უკვე დავიწყეთ. რამე თუ მათემატიკა არ ბარდებოდა, ეს იყო საშინელება და ეს იყო საინჟინრო დარგისთვის ძალიან ცუდი და ესეც გამოსწორდა და დღეს უკვე ბარდება და აი STEM საგნებში უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლებს სრულიად უკაპიკოთ ამზადებენ ჩვენ ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის ბავშვებს, რომელსაც უნდათ. არა მარტო ჩვენი არ უსაზღვროთ საქართველოს უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, აბაროს თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უფასოდ ვამზადებთ ამ ბავშვებს ამ საგნებში და გვინდა რომ ჩვენმა ბავშვებმა უკვე მაღალ დონეზე იცოდეთ ეს საგნები. დავამთავრეთ ინტერვიუ, მაგრამ ერთი მინდა გკითხოთ, რატომ მაწვალეთ თითქმის 1 წელი და რატომ არ მაძლევდით ინტერვიუს? ხალხო, საერთოდ არ მიყვარს ინტერვიუების მიცემა. თუმცა ეს არ არის სწორი და მე ამას ხვდები, იმიტომ რომ ჩემი დღევანდელი, ასე ვთქვათ, სამსახურე მოვალეობა, პირიქით მოვალეობა მაქვს, რომ მე უნდა საზოგადოებას გავაცნო ჩემი უნივერსიტეტის და ჩვენი უნივერსიტეტის განათლების საკითხები, რაც ჩვენთან ხდება, ამიტომაც მე მოგვეც ინტერვიუ და მაგრამ მაინც მივაღწია ვიზას. კი, არა, ბრძოლის შემდეგ არა, მე ძალიან დიდ პატივს ვიცი თქვენ ეს, მართლაც, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს წლები და ის არ დავაფასო თქვენი უანგარო შრომა, რაც 30 წლის განმავლობაში ეწევით, მაგრამ მინდა რომ სწორედ დაინახოთ ხოლმე ყველაფერი და ის კრიტიკული. მე სწორად ხედავ. ბევრ რამეს ვერ ხედავ სწორად და მოდით ახლა შევრიგდეთ და იყოს ჩვენ. არა, რას ვერ ხედავ? მე ყველაფერს სწორად ხედავ. ხალხია შეფასებელი. ბატონ დავით, ჩვენი ინტერვიუ დასასრულს მივუახლოვდა, მე მინდა ჩემს ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელებს დავემშვიდობო. დღევანდელი გადაცემის თემა იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე. დღევანდელი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ბატონი დავით გურგენიძე და ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარსულზე, აწყოსა და მომავალზე და მედია კავშირი
ობიექტივის სტუდიიდან არ იყო ეს გადაცემა, იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და მე დღეს თქვენთვის მუშაობდი ამ საავტორო გადაცემის განათლების რეფორმის კვალდაკვალ ავტორი და წამყვანი მანენა ნიკოლაიშვილი. გემშვიდობებით და ბატონო დავით, თქვენს გემშვიდობებით ძალიან კარგი ინტერვიუ გამოვიდა და თქვენს გისურვებთ დიდ წარმატებას პირადად თქვენ კოლექტივს და თქვენ სტუდენტ ახალგაზრდობას პროფესორ მასწავლებლებს. ნახვამდის. დიახ, მოვისმინეთ უდაოდ ვრცელი ინტერვიუ, მაგრამ ძალიან საინტერესო ბატონმა რექტორმა დავით გურგენიძემ გვერდი აუარა უამრავ საკითხს, თავის გაკეთებულ საქმეებს, რომ ვეკითხებოდი, სანამ დაუშვათ ჩავრთავდით და დავიწყებდით გადაცემის გადაღებას, ინტერვიუს ჩაწერას, არაფრით მითხრა თავი არის და არ მსურსო ჩემს გაკეთებულ საქმეებზე ვცლად ვისაუბრო, მაგრამ მე უნდა აღვნიშნო თავარი არის ის, რომ ბატონი დავითი გამოდგა ისეთი არა მარტო რექტორი, რა ვიცი, ამ ხელისუფლებაში იშვიათად ასეთი პიროვნება, რომ თანამდებობის პირი, რომ ყველა წვავე კითხვას უპასუხა და საერთოდ თავი არ არის და ინტერვიუს და იზღა დამრჩენია, რომ მიბაძეთ ბატონ დავით გურგენიძეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს. მე მიმართავ თანამდებობის პირებს და განსაკუთრებით სხვა რექტორებს. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ამ ინტერვიუსათვის უთხრა ბატონ დავით გურგენიძეს და ასევე მთლიანად მთელ კოლექტივს უსურვებ წარმატებებს. მადლობა ჩვენ გადამღებ ჯგუფს, ქალბატონ ნიკი კნაძაშვილი საინფორმაციო დირექტორს, სხვათა შორის ეს არის დოქტორანტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ოპერატორ მიხეილ ცარციძეს, მთავარ პროდიუსერს ილია ჩაჩიბაიას და ჩვენ ტექნიკურ მუშაკებს მაკა აივაზაშვილს, ზვიად ბურდულს და ანდრია მანუილოვს. ძალიან დიდი მადლობა. მე კი გემშვიდობებით მედია კავშირი ობიექტივის სტუდიაში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე მუშაობდი თქვენთან ერთად ახლა ამჟამად საათი და 20 წუთი ვიყავი მანენა ნიკოლაიშვილი. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.